როგორც ვიცი, გვაქვს ახლა საშუალება ჩავერთოთ. გვაქვს საშუალება ბაკა? კი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ტოლვილთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე შოთა რეხვეშვილი გვერდება. საქმე ეხება ინიციატივას, რომელიც სწორედ აი ამ სამინისტრომ წამოიწყო. ეს არის იძულებით გადაადგილებულ პირებს ჩაერიცხებათ გარკვეული თანხა იმ შემთხვევაში, თუ კი მათ იპოთეკური სესხით აქვთ ბინა დატვირთული და ეს არის მხოლოდ მათი ერთადერთი საცხოვრებელი ადგილი. მოგესალმებით ბატონო შოთა. გამარჯობათ, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. პირველ რიგში ალბათ მაყურებელს დაინტერესებს ის მინიმალური დეტალები, როგორ შეიძლება ჩაერთონ ამ პროექტში. დიახ. 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა, სტრატეგიული სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ, ითვალისწინებს ახალ მიმართულებას ჩვენი ბენეფიციარების დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კუთხით. რაც როგორც ბრძანეთ, გამოიხატება იმაში, რომ ოჯახს, დევნილ ოჯახს, რომელსაც 2015 წლამდე აქვს იპოთეკური სესხი ბინის შეძენის მიზნით, ჩვენ მას ვთავაზობთ გარკვეულ თანადაფინანსებას და ეს ყველაფერი არის გადაწყვეტილი იმიტომ, რომ ჩვენი ყოველდღიური სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ასეთი სურვილი იყო ჩვენი ბენეფიციარებიდან დაფიქსირებული, რაც გათვალისწინებული იქნა ჩვენს პროექტებში და გეგმაში. ბატონო შოთა, თუ იცით, რამდენ ადამიანზეა საუბარი, რამდენ ოჯახზეა საუბარი? ასეთი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ჩვენ ანალოგიური მსგავსი პროექტები გვაქვს, იგივე სახლების შეძენის პროექტი, რომელიც არის წარმატებული პროექტი და აი მუდმივ რეჟიმში ძალიან დატვირთულად მუშაობთ და საინტერესო შენაძენებია აი ამ პროექტის ფარგლებში. ბუნებრივია ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, იმიტომ რომ აქ არ არის მარტო საჯარო მოხელეებთან დაკავშირებული თემა, რომელთაც ვალდებულება აქვთ გარკვეულად დეკლარირება გაუკეთონ თავიანთ ქონებას და სესხებს. აქ არის უფრო ფართო შემადგენლობა ჩვენი ბენეფიციარების და მათ არ აქვთ ამგვარი ვალდებულება, თუმცა ჩვენ გამოვაცხადეთ 14 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ორკვირიან ვადაში აპლიკაციების მიღების პერიოდი და შევხედავთ იმ ინტენსივობას, საჭიროებას და გამოხმაურებას, რის შემდეგაც გარკვეული შტაბ-ცილებები უფრო მეტად. ანუ ბატონო შოთა, ეს იმიტომ ვიკითხე, რომ ჯერჯერობით ზუსტად არ იცით ბიუჯეტიდან დაახლოებით რამდენი ლარის მობილიზება დაგჭირდებათ ამ კონკრეტული პროექტისთვის, ვინაიდან ზუსტი რიცხვი არ არის ცნობილი? მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი რიცხვი არ არის ცნობილი, ჩვენ საერთოდ გვაქვს გრძელვადიანი განსახლების პროექტში ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხები, რაც გასულ წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია. ამ თანხებიდან ამ წლის განმავლობაში ჩვენ გათვლილი გვაქვს დაახლოებით 1 მილიონი ლარის თანადაფინანსება გავაკეთოთ ჩვენი ბენეფიციარების აი ამგვარ საჭიროებაზე, თუ კი შესაბამისი გამოხმაურება და სურვილები იქნება. მე მინდა უფრო მეტად კონკრეტული ვიყო, ეს არის ჩვეულებრივად ის ბენეფიციარები, რომელთა საჭიროებები, რომელთა სოციალური მდგომარეობა ბუნებრივია ფასდება კრიტერიუმებით, ჩვენ გვაქვს მსგავსი შემთხვევები, როდესაც მათი ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, მრავალშვილიანობა, ომის ვეტერნობა, ომში დაღუპულთა ოჯახები და ასე შემდეგ ფასდება ქულებით. აქ არავითარი განსხვავება არ იქნება, პრიორიტეტი იქნება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმ დამსახურებულ ოჯახებზე, რომელთაც აქვთ გარკვეული ღვაწლი ქვეყნის წინაშე და მსხვერპლი სამწუხაროდ გაგებული, მაგრამ გადამწყვეტ როლს არ თამაშობს სოციალური ქულა. ისე შეიძლება ჩვეულებრივად იყოს ოჯახი თანაბარ პირობებში შეფასებული და უპირატესობა მინიჭებული კომისიურად, ესეც ხაზგასმით მინდა ვთქვა, აქ ერთპიროვნულად გადაწყვეტილება არ მიიღება. ვინ იქნება ამ კომისიის შემადგენლობაში? ეს კომისია არსებობს, ამ კომისიაში შედის თითქმის ყველა სამინისტროს მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის ხელმძღვანელი დევნილთა, შედიან სამმართველოს და დევნილთა დეპარტამენტის გარკვეული თანამდებობის პირები, ამასთან შედიან თითქმის ყველა ძირითადი დონორი
ორგანიზაცია, საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, არასამთავრობო სექტორიდან ძალიან ფართე წარმომადგენლობა ამ კუთხით, სახალხო დამცველის ოფისი და ასე შემდეგ. ანუ ეს პროცესი, როგორც წინა შემთხვევებში, ახლაც ვადასტურებთ, რომ არის ძალიან გამჭვირვალე და აქ ერთპიროვნული გადაწყვეტილება გამორიცხულია. ეს ყველაფერი ინდივიდუალური წესით განიხილება და კომისიურად მიიღება თითოეულ ოჯახთან დაფინანსების ოდენობაზე ან დაფინანსების მართებულობასთან დაკავშირებით საკითხი. გასაგებია. უბრალოდ თუ გინდათ დაამატეთ და ბარემ აუხსენით მაყურებელს, სად შეიძლება მოიტანოს განცხადება აპლიკაციის დეტალები, რომ მივაწოდოთ მაყურებელს. აპლიკაციების შევსება ხდება ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ვაჟა-ფშაველას 16 ნომერში, სადაც ჩვენი გარკვეული საოფისე პარტია გამოყოფილი, ძირითადად იქ ფუნქციონირებს აფხაზეთის მთავრობა. ანუ ონლაინ არ არის ხო შესაძლებელი, ელექტრონულად ვერ შეავსებს მოქალაქე ხო განცხადება, ანუ აპლიკაციას. აუცილებელია თვითონ მივიდეს ოჯახის უფროსი დარეგისტრირდეს, მან თავისი ხელით შეავსოს განაცხადი, მიუთითოს ყველა ის კრიტერიუმი, რაც აუცილებელია და ამის შემდეგ ესე ბრმად არ ხდება, მე მინდა ესეც მინდა რომ ყველა მიცოდეს. ანუ გადამოწმდება ინფორმაცია. რა თქმა უნდა. უპირველესი მოთხოვნა ეს არის ის, რომ მას ოჯახს უძრავი ქონება საცხოვრებელი ბინის ან სახლის სახით არ უნდა გააჩნდეს. ბატონო შოთა უკაცრავად კიდევ ერთი კითხვა, რომელიც გვინდა ძალიან მოკლედ პრინციპში ამაზე პასუხი ხო არ ფიქრობთ, რომ ეს კიდევ ერთი სოციალური პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის ესეთი მძიმე ტვირთი იქნება? არანაირად და მე ერთხელ კიდევ ხას უსვამ, წეგან გავმართე და მინდა რომ უფრო დაკვირვებულად მომისმინოთ და მომისმინოს ჩვენმა ბენეფიციარებმა. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება თითოეული დევნილი ოჯახის მიმართ დააკმაყოფილოს ისინი საცხოვრებელი ფართით, სულადობის შესაბამისი ფართები. იგივე პროცედურაა ჩვენ ასევე გარკვეული კომპაქტური ნაგებობები, სადაც ცხოვრობდნენ ჩვენი ბენეფიციარები და ამასთან იყო კერძო მესაკუთრის, იქაც მოხდა გაცილებით იაფად, გაცილებით ეკონომიურად ბიუჯეტისთვის და ქვეყნისთვის, მათთვის, სადაც მოხერხდა მესაკუთრესთან მოლაპარაკება ბინების გამოსყიდვა. აქაც აბსოლუტურად ჩვეულებრივ ჩარჩოში ჯდება ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უბრალოდ უფრო მეტი შესაძლებლობაა, უფრო გამარტივებული და უფრო მრავალმხრივია ეს შესაძლებლობები, რომ სახელმწიფომ გასწიოს თავისი ვალდებულება და დააკმაყოფილოს ბენეფიციარები იმ ვალდებულებით, რომელიც მან იკისა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა, ბატონი შოთა რეხვეშვილი გვერდთვებოდა. ჩვენ დავსაუბრობდით იმ თემაზე, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს იპოთეკური ზესხი თუ აქვთ და თუ ეს ერთადერთი სახლია, სადაც ცხოვრობენ, სახელმწიფო დაუფინანსებს გარკვეულ ოდენობას 20,000 ლარი არის მაქსიმუმი ის თანხის რაოდენობა, რომელიც შეიძლება იქნას დაფინანსებული. მეგობრებო, თუ ვერ მოასწარით მოსმენა დეტალურად ამ ინფორმაციის, ჩვენ რასაკვირველია, სწორედ ამ ბლოგს გამოვყოფთ და ჩვენს ვებგვერდზე დავდებთ აუცილებლად კომუნიკატორი G არის ჩვენი ძირითადი პლატფორმა ან facebook.com/komunikatori, ასე რომ შეიხედეთ, თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, ასე რომ დაგვიკავშირით ამ თემასთან დაკავშირებით.